ყოფიერების საწყისში ცოცხალი ღმერთია. ჩვენ რო ღმერთი გვწამს, ეს არის ყოფიერების საწყისში და ის არის ცოცხალი, ის არის პიროვნული და გონიერი არსება. და ჩვენ როგორც მისი ხატი და მსგავსი ჩვენ გვაქვს ჩვენი ცხოვრების საზრისი უშუალოდ უკავშირდება მას, იმიტომ რომ ჩვენ მისი ხატნი და მსგავსი ვარ და ღმერთის მსგავსი ყოფიერება სამყაროში არ არსებობს. ერთი ღმერთია და მეორე მისი მსგავსი ჩვენა ვართ, სხვა არაფერი არ არის. ამიტომ მე თუ მაინტერესებს ჩემი ცხოვრების საზრისი, ის უშუალოდ უკავშირდება ღმერთს, იმიტომ რომ მე მისი ხატი და მსგავსი ვარ, მისი ანარეკლი ვარ შეიძლება, მისი ბეჭედი ვარ შეიძლება ასე ითქვას. რას ნიშნავს გონიერი და პიროვნული? გონიერი და პიროვნული ნიშნავს ბევრ რამეს, მათ შორის იმას, რომ ის არის თავისუფალი. მისი თავისუფლება ვლინდება სიკეთის მიმართულებით ენერგიაში, რომელსაც ქვია ღვთისნება, ნებელობა. ღვთისნება და ნებელობა ცხოველს საერთოდ არ აინტერესებს. რაც არ უნდა მაღალ განვითარებული ცხოველი იყოს, რაც არ უნდა ჩიპებით გაუტენონ ტვინი მაიმუნს, მას არ აინტერესებს ღვთისნება, იტო ეს მიწაა, თავის ჩიპებიანა, თავის ინტელექტიანა, თავისი ყველაფრიანა მაინც მიწაა და განადგურდება. მithumetes არ აინტერესებს ქვას, სცენარეს, რა ვიცი. მაგრამ ჩვენ ხო ეს გვაინტერესებს. ანუ რა? ღმერთის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება, როგორც გონიერი და პიროვნული არსებისა თავისუფლება და თავისუფლება გამოხატული იმ ენერგიაში, რომელსაც ქვია ნებელობა ღვთისა. და რადგან ღმერთი ერთია, და ღმერთი ერთია, თავისთავად ცხადია, მაშინ გამოდის, რომ მისი ნებელობა, ანუ მისი თავისუფლების გამოხატულება ენერგიაში, მისი თავისუფლების გამოხატულება სიცოცხლეში, ანუ მისი ნებელობა ერთადერთი ჭეშმარიტი ნებელობაა. ნებისმიერი ნებელობა მისი გვერდიდან გადახრილი საღვთო ნებელობიდან და ნებელობა მხოლოდ თავისუფალ არსებას შეიძლება ქონდეს. აცდება იმ გზას, რომელსაც ღვთის ხატობა და მსგავსობა ქვია, იმიტომ რომ ღმერთი ერთადერთია და ერთია, ორი ღმერთი არ არსებობს. ისეთია ღმერთი როგორიც არის. დედამიწა მრგვალი არ არის ოთხკუთხედი, შეუძლებელია ოთხკუთხედი დედამიწა არსებობდეს. შეუძლებელია და არ არსებობს. შეუძლებელია ორი სხვადასხვანაირი ღმერთი არსებობდეს. ერთი ღმერთი არსებობს. მე მისი ხატი და მსგავსი ვარ. მისი თავარი თვისება თავისუფლება გამოხატული მის აქტიურ სიცოცხლეში აქტიურად გამოხატული ნებელობაც ერთადერთია და ერთადერთი ჭეშმარიტებაა ის. ამიტომ მე თუ მაინტერესებს ცხოვრების საზრისი, ანუ მე საითკე უნდა ვისწრაფო და ჩემი თავისუფლება რაში უნდა რეალიზდეს, ხო ამაშია, ხო ცხოვრების საზრისი, მე უნდა ავირჩიო და ვისწრაფო იქითკენ, ჩემი თავისუფლება ამაში უნდა რეალიზდეს. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ის ჩემთვის სასარგებლო, გადამრჩენელი, მაცხოვრებელი, ბედნიერების მომნიჭებელი, სიცოცხლის მომნიჭებელი, თუ იმ ჭეშმარიტ გზას მივაგნებ, რომელსაც მკარნახობს მე საღვთო ნება. ნებისმიერი გადახრა საღვთო ნებიდან აღარ იქნება ჭეშმარიტება. იმიტომ რომ ღმერთი ერთია, შესაბამისად ნამდვილი სიცოცხლე ერთია. სხვა სიცოცხლე არ არსებობს. სიცოცხლე არსებობს იმდენად, რამდენადაც ღმერთი ანიჭებს სიცოცხლეს. ამიტომაც ადამიანმა რაც არ უნდა ეძებოს, რა არის ცხოვრების საზრისი, ანუ ჩემი თავისუფლება რაში უნდა რეალიზდეს, ჩემი ნება როგორ გამოვხატო, როგორ ვიყო მე აქტიური, შეუძლებელია მე ამას ადამიანი მივხვდე, თუ ღმერთმა არ გამომიცხადა, რა უნდა მას.